წინას სავარაუდოდ ემგვანება, მაგრამ არის პატარა ნიუანსები, რომ ასე ნაბიჯ ნელ-ნელა გავართულოთ და უფრო მეტი რაღაცები შევისწავლოთ ამ პროგრამაში. და მე უკვე ნელ-ნელა ვებგვერდის აგებებზეც გადავალ, თუ როგორ შეიძლება Photoshop-ში დაიხატოს ვებგვერდი. კარგი, მოდი აქედან მაშინ შევარჩიოთ ჩვენ აი ეს მაგალითად აი ეს ლოგო. ეხლავე ბოდიშით. აი ნახოთ ეხლა როგორ შეიძლება მაგალითად ავაგოთ ეს ლოგო. ნუ როგორც თქვით ჩვენ ჯერ შევხედოთ სურათს. რა შეიძლება რა კომპონენტი შეიძლება აიგოს და შეიქმნას პირველ რიგში და მე ვთქვათ თუ შეიძლება მისი კოპირება და ასე შემდეგ. აქაც იგივენაირად როგორც წინა გაკვეთილში შეიძლება ეს რაღაც ნაწილი წარმოვიდგინოთ წრის ნაწილად. და შემდეგ უკვე და ასე ვთქვათ rotate და მსგავსი რაღაცები შეიძლება მოვახდინოთ მასზე. და გარდა მაგისა აი მასშტაბირების და ვთქვათ განლაგების მდგომარეობით რაზე შეიძლება მოვახდინოთ ორიენტაცია, ესეც შეიძლება გავსაზრდოთ აი აქ მაგ შემთხვევაში. ეხლა აქ პირველ რიგში შეიძლება ერთი ვარიანტი არის ის, რომ დავსვათ 3 წერტილი და ამ 3 წერტილზე მოვახდინოთ მერე ვთქვათ იმ ნახევარკალების ასე ვთქვათ განლაგება. აი მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ეს ჯერჯერობით აქ თან რა უყუროთ. გადავიდეთ აი აქ და როგორც თქვით გავხსნათ ახალი ლეიერი. ამას შეიძლება დავარქვათ მაგალითად როგორც ქართულად ასევე ინგლისურად წრე. მაგალითად იყოს ასე მარტივად წითელი red. და როგორც ვიცით შეგვიძლია მაგ მარჯვენა ღილაკს დაჭერით აი აქედანაც მივუთითოთ რომ ეს არის მაგალითად აი ეს ვარიანტი. ავიღოთ აქედან მოდი ჯერ თუ გინდათ ნახეთ საორიენტაციოდ აქაც აი ამაზეც რომ განსაზღვროთ. აქაც წამოვიღოთ ესე იგი ჩვენ არ არის ხო გავაზიარეთ საჭირს. ეკრანი არ ჩანს ახლა? აქაც საორიენტაციოდ მოკლედ ავიღოთ სახაზავი რაღაცა ცენტრში და ცენტრის აღება როგორ ხდება ჩვენ ეს ვიცით და აქედანაც აი ეს იქნება ცენტრი. ავიღოთ წრე რომელიც ესე იგი როგორც გითხარით ამ ლეიერზე ნებისმიერ ადგილზე ავიღოთ შეგვიძლია ჯერ და შემდეგ უკვე განვათავსოთ იქ. ნუ ერთ-ერთი თუ გვინდა მაგერ პიპეტკა ავიღოთ და ფერი ჩავასხათ. მივიღეთ მოკლედ აი ეს ერთ-ერთი თულა და მოკლედ აი აქ შეგვიძლია განვათავსოთ ხაზთან ცოტა ქვემოთ როგორც დაჩვენებია სურათზე. კი ბატონო, ახლა ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ ჩვენ როგორც მაგალითად alt ღილაკს დაჭერით და ისე გადაადგილებით, ასევე შეგვიძლია მოვკიდოთ ხელი, წამოვიღოთ აი აქ ჩავაგდოთ აი ამ ახალი ლეიერის გახსნის ღილაკზე ან მარჯვენა ღილაკიდან duplicate layer. აქ მაგალითად ავიღოთ ეს და უბრალოდ აქ შევუცვალოთ ფერი და ეს იყოს orange და აქაც
orange დავარქვათ და ეს მოვკიდოთ ხელი ხამას, ახლა 2 არის და მიხოთ გადმოვიტანოთ აი ეგ. სიზუსტისთვის მე კიდე გამოვიყენებ, ნახეთ, აი ცენტრს გადმოვიტანა აი აქ წერტილის ცენტრიდან. ავიღებ აქ პატარა სახაზავი გვაქვს ჩვენ ეს ვიცით და ამ მანძილს გავზომავ. ამ სახაზავს წამოვიღებ, შემდეგ აქეთ გადმოვდებ და ესე იგი ეს უნდა იყოს ეს წერტილი აი აქ განლაგებული, ეს არის ცენტრი ასე ვთქვათ. აი წამოვიღებ ახლა აი მას ესე ცოტი სახაზავი აღარ მჭირდება, ავიღებ ახლა ამ ხელსაწყოს და აი აქ ოდნავ ჩამოვწევ. ეს იქნება თანაბარი ზომით. და ზემოთ გვინდა კიდევ ერთი ლურჯი უჯრა, ლურჯი ბურთულა, ისევ დავაკოპიროთ ეს. აქ ესე იგი blue და აქაც სახელის დავარქვათ შესაბამისი. და ზემოთ წავიღოთ აი ეს და განვათავსოთ აი აქ, ცენტრში აი ეს. ფერი რა თქმა უნდა შევცვალოთ, როგორ ჩავასხავთ ახლა ამაში ფერს შეხედეთ. ფერის ჩასხმა ახლა ამაში როგორ მოხდება მაგალითად. უნდა მოვნიშნოთ, ხო? ბევრი გზა არსებობს მაგალითად. აი აქ ჯადოსნური ჯოხი, ვიცით ჩვენ, რომ მოინიშნოთ დაწკაპუნებით და აქ ავირჩიოთ და ფერი ჩავასხათ, ან მივიყვანოთ აი აქ აი ამ ლეიერზე, ცოტა ამ ადგილზე მაუსის კურსორი, კონტროლს დავაჭიროთ და შემდეგ დავაწყაპუნოთ მაუსის, ასე ვთქვათ, კურსორს და აი მოინიშნა მაუსის მარცხენა ხელით და მოინიშნა. შესაბამისად დავიღოთ აქ უკვე ლურჯი ფერი, პიპეტით. ავიღოთ ეს ლურჯი ფერი და აი აქ Alt Backspace-ით ჩავასხოთ. მოხსნათ მონიშნა Ctrl D-ით, ისევ ავიღოთ აქედან ეს პორტოფლის ფერი შეიძლება ესე ითქვას, მოვნიშნოთ აი ეს იქნება ნაკაც აი ეს orange და ოდიშით სანახლოს მოვიდა Ctrl+-ით და აი აქ Ctrl-ზე და აი აქ დაწკაპუნებით მოინიშნა აი ეს და Alt Backspace-ით ჩავასხათ ფერი. Ctrl+D-ით მოხსნათ მონიშნა. მოკლედ ესე იგი ბურთულები ავიღეთ. ეხლა ჩვენ წინა გაკვეთილზე ნახეთ, რომ მოდი ეს აღარ გჭირდება ვთქვათ guideline-ები ვიევიდან, ესე იგი clear guidelines. და ეხლა ჩვენ გჭირდება, თუმცა პრინციპში იყოს საორიენტაციოდ და რომელიც არ გჭირდება და ზედმეტია შეგვიძლია აი ამ ხელსაწყოთი მოვკიდოთ ხელსახაზავს და ისევ გარეთ გავიღოთ. აქეთ. და ეხლა ჩვენ ესეც წრის ნაწილია, როგორც წინა ლექციიდან ვნახეთ. მაშინ ავიღოთ წრე. და ნუ აი აქედან ავიღოთ როგორც აი წრის ნაწილი და აი აქ ჩავასხათ ეხლა თქვათ აი ეს ფერი ისე. ავიღოთ აქედან ეს ფერი და Alt Backspace-ით ჩავასხათ უკვე აი ამ ოღონდ ნახეთ ჩვენი შეცდომა რა იქნებოდა ფერი რო ჩაგვესხა. აი აქ ვიქნებოდით ერთ-ერთ კონკრეტულ layer-ზე და იქ ჩავასხამდით ფერს. გადაადგილება რო დაგჭირდებოდა, კერძოდ აი ამ წერტილის layer-ზე ვიყავით ამ ბურთულის layer-ზე, ეს ბურთულაც გადაადგილდებოდა და სიმეტრია და განლაგება დაირღვევოდა. ამიტომ აი აქ სადღაც ზემოთ მოდი თუნდაც სამივე მოვნიშნოთ, როგორც ვიცით. და აი აქ ნახეთ ერთად დავაჯგუფოთ. აი ამ გრუპას დავარქვათ წრე. ან შიდა წრე მაგალითად inner. ან small და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი ამაში გვაქვს აი ეს ბურთულები. ავიღოთ ახალი layer-ი და ამ layer-ზე გვინდა მოკლედ ჩავასხათ ფერი. და ეხლა რაღაც ესეთი წრის ნაწილი გვინდა, რომელიც აი ნახეთ აი ზუსტად რო ერთ-ერთში გავაკეთოთ. აი ამ ბურთულის ზედა ნაწილიდან იწყება. მოდი ბევრი ვარიანტი ამის აი opacity გავაკეთოთ, გამჭვირვალობა
და ნახეთ აი ესეთი თან უყუროთ შეგვიძლია აი ამას. Control D-ი მოვხსნათ მონიშნო და სადღაც აი განვალაგოთ მოკლედ ეს ისე რომ მან შეგვიძლია ჯერ ჩამოჭრა გავაკეთოთ და მერე შეგვიძლია ამის განლაგება გავაკეთოთ. ესე იგი, საორიენტაციოდ ნახეთ რა გავაკეთოთ, მოდი მონიშნა დავაბრუნოთ ან კონტროლი და შემდეგ აი აქ ამ ლეიერზე დაწყებუნებით მონიშნოთ. ეს მონიშნა ამ მონიშნის ხელსაწყოთი წამოვიღოთ ქვემოთ და დაახლოებით ესეთი რაღაც გვჭირდება ჩვენ. მაგრამ შეხედეთ აი აქ ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ. აი დაახლოებით ესეთი რაღაც გვინდა, ხო? ესეთი ნახევარ კალისებრი არ რაღაც. აი მოდი ახლა ჩავასხავ ფერს და ესეთი რაღაც გვინდა დაახლოებით, მაგრამ ნახეთ ძალიან ასე ვთქვათ დიდი არის ეს ფაქტიურად ნახევარწრის ტოლი, ამიტომ ამ ხელაწრე ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება დაახლოებით აი აქედან სიტყვაზე, აი აქამდე და ეს არის ეს მონაკვეთი. აქედან გამომდინარე რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩვენ ეს წრე უნდა გავზარდოთ. აი ეს თვითონ მონიშნის წრე უნდა გავზარდოთ ჩვენ. აი ეს მონიშნული უნდა გავზარდოთ. აქედან გამომდინარე ნახეთ, აქ არის ესეთი რაღაც. Select transform select. ანუ ტრანსფორმაცია აი ამ მონიშნული არის. აი კუთხიდან შეგვიძლია Shift Alt-ით გავზარდოთ ცოტა და ნახეთ რას საკეთებს ამ შემთხვევაში უკვე ნახეთ მცირე მონაკვეთი დაგვიტოვა. მივხვდით? აი მასაც ცოტა აქეთ გამოვწევ, ან მაუსით ან უფრო მოსახერხებელი იქნება კლავიატურაზე ზედა და ქვედა ისრები და ნახეთ უკვე აი დაახლოებით აი აქედან და კიდე შეგვიძლია წრე გავზარდოთ. მოკაცრავად. აი ეს და გადავაადგილოთ ამ მაუსის აი ესე ისრებით. აი ესეთნაირად. დავაფიქსიროთ აი ეს აქ, ჩავასხათ ახლა თეთრი ფერი და დავინახავთ რაც მოხდება Control Backspace-ით. აი ზუსტად აი ეს ნაწილი გვჭირდებოდა და არა წინა შემთხვევაში აი აქედან აი აქამდე იყო. და ნუ რეალურად დიდი გამოვიდოდა ეს ჩამონაჭერი. ეხლა მე ფერი ჩავასხი უბრალოდ, მაგრამ ჩვენ როგორ ვიცით რომ ფერის ჩასხვის ნაცვლად შეგვიძლია ჩამოვაჭრათ ეს ნაწილი. ესე იგი დავაბრუნოთ უკან და delay-ზე დაწყაპუნებით, აი delay ღილაკზე დაწყაპუნებით, აი მივიღეთ ეს ნახევარ წრე Control Z-ით, Control D-ით მოვხსნათ მონიშნა და აი მივიღეთ უკვე ის ნაწილი რაც ჩვენ გვჭირდებოდა. მოვკიდოთ ხელი და უბრალოდ აი წამოვიღოთ და დაახლოებით აი ესეთი რაღაც შეიძლება მივიღოთ. ახლა უკვე შეგვიძლია გამჭვირვალობაც მოვუმატოთ და მივიღოთ ის ზუსტად ის ფერი რაც გვინდოდა. ესე იგი რა მოხდა? როგორც წინა გაკვეთილზე შევხედეთ სურათს და ვნახეთ რომ იქ შეიძლება ერთი კომპონენტის შექმნა და დანარჩენი მერე კოპირება. ზუსტად ესე მოვიქეცით აქაც. რაღაც ერთი ნაწილი ჩვენ შევქმნით ამ ლოგოსი და ფაქტიურად დანარჩენი უკვე კოპირება მოხდა. უკვე აქაც შეგვიძლია ეს ლეიერი დავაკოპიროთ და დატრიალება მოხდეს როგორც წინა ლექციაზე rotate-ის საშუალებით. ანუ დატრიალების დროს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ აი შეგვიძლია Control T-ი იგივე აი ეს გაჩნდეს აი აქ ეს მონიშნის არე ან ყველა ვარიანტი უნდა ვიდგეთ აი ამ ლეიერზე, ხო? ან აქედან edit-დან free transform-ი ან transform-დან rotate. დატრიალების დროს ჩვენ ნახეთ რომ თუ კი ეს ეგრევე დავატრიალებთ, დატრიალება მოხდებოდა იმ წერტილის გარშემო, რომელიც აქ არის მონიშნული. ამიტომ აი ეს წერტილი გადაგვაქვს უკვე სად? გადაგვაქვს ცენტრში, რის გარშემოც უნდა დატრიალდეს აი ეს არჩეული. ნახეთ როგორი ბრუნვა აქვს უკვე. რა თქმა უნდა მე კიდე რაღაც კორექცია შევიტანთ, მაგრამ უბრალოდ ეს უნდა ვიცოდეთ რომ აი ეს წერტილის
ასე ვთქვათ, მდებარეობა განსაზღვრავს მის დატრიალებას. ასევე აქაც მე წინა გაკვეთილზე მკითხავი და მე მგონი ავხსენი. აქ გამოდის ესეთი, ნახეთ, ესეთი მენიუ, ხო? ჯერ ერთი რომ აქ მივუნიშნებთ რა გრადუსით უნდა დატრიალდეს და მერე მეორე. აქაც აი ეს რამდენად ხედავთ, არ ვიცი. სადაც აი ნახეთ, ეხლა ცენტრში არის, ხო? მონიშნულის ცენტრში მდებარეობს აი ეს წერტილი და აქაც აი თეთრად არის მონიშნული ამ კვადრატის ცენტრი. თეთრად მონიშნული. თუ აქ გადავიდეთ, ნახეთ კუთხეში. შესაბამისად, ნახეთ, სად გადახდა არის ცენტრი. შესაბამისად, აქაც თუ კუთხეში გადავიდეთ, აი აქ გადახდება. ეს რას ნიშნავს, რომ აი ამ წერტილის გარშემო დატრიალდება, ნახეთ. ბრუნა მოხდება ამ წერტილის გარშემო. ანუ ამის ორიენტაცია ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც თვითონ ხელით გადაადგილებით, ასე ხელს მოკიდებ და გადაადგილებ. ასევე შეგვიძლია აი აქედანაც განსაზღვროთ, აი ცენტრში იქნება, კუთხეში იქნება თუ მაგალითად შუა ნაწილში. ამითაც შეიძლება განსაზღვროთ აი ეს ბრუნვის ცენტრი. მაგრამ ხელით ჯობია, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოვკიდებ ხელს და ამას გადაიტან და დადებ აი აქ ცენტრში და უკვე განსაზღვრულია ფაქტიურად ბრუნვის ცენტრი. ამ ობიექტს მანამდე, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს კოპირება, ანუ მეორე ამის ასლის შექმნა. ეხლა ვიდეო გაითიშება, შემოდით კიდევ ერთხელ და გავაგრძელოთ ჩვენი ლექცია. ზეგ ვაგრძელებთ, ანუ ჩვენ გვჭირდება უკვე ამის კოპირება, აი ამ მონაკვეთის და ფაქტობრივად ლეიერის დაკოპირება, ხო? შესაბამისად, ესე იგი ამ ლეიერს ვაკოპირებთ და შემდეგ უკვე rotate-ით დავატრიალებთ, ანუ აქ transform rotate და უკვე ვახდენთ მის დატრიალებას, გადმოვიტანთ აი აქ ცენტრში აი ამ წერტილს და მოვახდენთ მის დატრიალებას. აი ესეთნაირად. ნახოთ. შეიძლება ესეც ითქვას დავატრიალოთ, თუმცა ოდნავ აი ესე შეგვიძლია. ამ სურათიდან გამომდინარე. და ფაქტიურად ესე იგი დავასრულოთ ჩვენ ეს აი თოლიას ნიშნით და შევუცვალოთ ფერი. მონიშნავს როგორც ვიცით ესე იგი კონტროლითა და აქ დაწკაპუნებით მოინიშნა ეს, ან შეგვიძლია ჯადოსნური ჯოხის ზედ დაწკაპუნებით. ავირჩიოთ პიპეტკით ფერი, Alt backspace-ით ჩავასხათ და Ctrl D-ით მოვხსნათ მონიშნა. ან იგივეს გავაკეთებთ select-დან deselect, იგივე Ctrl D. და ესე იგი გვჭირდება კიდევ ერთი კოპირება ამის. გამოვიღებთ, აი ჩავაგდებთ. აქაც Ctrl T. გამოვიღოთ და გადმოვიტანოთ ეს ბრუნვის წერტილი აი აქ და შემდეგ დავატრიალოთ. დავატრიალოთ და მივიღებთ ესეთ სურათს. ესეთნაირად შეგვიძლია ჩვენ ეს დავეთანხმოთ თოლიას ნიშნით და უბრალოდ აი აქ ესე იგი მოვნიშნოთ ისევ პიპეტკით ავიღოთ ფერი და Alt backspace-ით ან იგივე აი ამ ხელსაწყოთი ჩავასხათ ფერი აი აქ. Ctrl D-ით მოვხსნათ მონიშნა. და მივიღეთ დაახლოებით ის სურათი, რაც უნდა მიგვეღო. და პლუს ჩასაწერი იქნება ტექსტი. ეხლა შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ნახოთ image size და აქ შეგვიძლია ესე იგი ეს გავწვიდოთ ლინკი და ვნახოთ რაზეა საუბარი. და ოკეი, ამ შემთხვევაში ნახოთ რა მოხდება.
ხო, თვითონ სურათის, ანუ ნახეთ ახლა მე რაც ვცდილობდი თქვა აი ამ გაზრდას მაგალითად აი ამ სამუშაო დაფის, მაგრამ ეს ჯობია აქედან image canvas size, ანუ დიდი სამუშაო არე რომ მქონდეს, მე მინდა გავზარდო აი ქვედა მხარე, ან ზედა მხარე პრინციპში და ოკეი ზედაც გაპონებით. ოღონდ იქ უნდა მიუთითოთ რამდენით უნდა გაიზარდოს, ნახეთ image-დან canvas size. გაიზარდოს ერთი მხარე, ოღონდ მიუთითოთ რომ მაგალითად იყოს ვთქვათ 600. დავაც გაპონოთ ოკეი ღილაკზე. აი მივიღეთ გაზრდილი არეა, ხო? შეგვიძლია ზემოთ ჩავწეროთ. ან პირიქით რო დაგვიჭირა ქვემოთ გაიზრდებოდა. ანუ ისრები საერთოდ არის მიმართული, იქით გაზრდის. ჩაწერას როგორც წესი ვიწყებთ ტეხელსაწოთი და მასზე ანუ პირდაპირ დაწკაპუნებით ან უკეთესია ეს გავაკეთოთ შემდეგნაირად. ეს გადატარებით უბრალოდ. და იქ ჩაგვიწერს შემთხვევით ტექსტი. აი მაგალითად თქვენ რომ მითხარით ახლა ახალი პროგრამაა. მაგალითად ესეთი მსგავსი რაღაცა ძველ პროგრამებს არ ახასიათებს. შიგნით ტექსტის ჩასმა და ასე შემდეგ. ეს უკვე შემოვიდა 2019 თუ 20 ვერსიაში. და თავისთავად რა თქმა უნდა, ხა რაც ვერსიები ახლდება, იქ ფუნქციები, სხვა ფუნქციები ემატება. კარგი, დავიწყოთ ახლა ტექსტის აკრება. და ახლა ნახავთ რომ ტექსტი მოკლედ მოდი გავზარდოთ აი ეს და ნახოთ ეს ტექსტი თუ არ ეჩანს მოდი ორჯერ დაწყაპუნებით ან ასევე შეგვიძლია Ctrl+A საშუალებით აი თუნდაც ერთხელ ჩავაწყაპუნოთ და Ctrl+A მივცეთ კლავიატურის კომბინაციით მონიშნავს ყველა ტექსტს თლიანად ტექსტს ასე ვთქვათ შევცვალოთ აქედან მაგალითად პატარა ტექსტი და უკვე გამოჩნდა მთლიანად ტექსტი. შეგვიძლია ამითაც გავადიდოთ, დავეთანხმოთ და თვითონ ტექსტის ნახეთ თვითონ ტექსტის ზომაც ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ შეგვიძლია შევამცველი Ctrl+T საშუალებით. თვითონ ტექსტის ასე თუ ტექსტებს ვიმოქმედოთ, აი. Shift-Alt-ით ასევე რომ აი შეგვიძლია შევამციროთ ან დავაპატარავოთ. ეს არის scale, ანუ ეს იგივეა რაც ხშირ შემთხვევაში აი აქედან ჩვენ მიუთითოთ აი edit-დან უკაცრავად transform-ი და scale. მეხლა რაც შეეხება თვითონ ტექსტი მოვკიდოთ ხელი წამოვიღოთ ქვემოთ, განვათავსოთ იქ სადაც გვინდა. ანუ ეს აღარ გვჭირდება ამ შემთხვევაში. დავთიშოთ ეს და ასევე თვითონ აი აქ ეს მთლიანად შევკრათ ახლა აი ნახეთ ეს ყველაფერი გავაერთიანოთ ან ეს მოიცავს მთლიანად ახლა რაც მე მოვნიშნე აი ამ ლოგოს Ctrl+E კლავიატურის კომბინაციით ან ლეიერებიდან რახან ლეიერებზე მოვქმედოთ ვირჩევთ layer menus და layer-დან ნახეთ merge layer ეს იგი გახდა ეს ერთი ობიექტი, ამიტომ შეგვიძლია ეს მოვკიდოთ ხელი, წამოვიღოთ დაბლა აი აქ. ესეც ჩამოვიდავნთ ქვემოთ. ახლა ნახეთ რა ხდება, იქ ჩვენ მე შემდეგ გაკვეთილებზე ვისწავლით თვითონ ტექსტის გაფორმება როგორ ხდება. მაგალითად აქ არის ესეთი რაღაც fx-ი. ეს არის სტილები, ნახეთ. აი აქედან გამოვიძახოთ და ვნახოთ რა ხდება ამ სტილებში. რა საშუალებები გვაქვს. ანუ აი აქ გამოვიძახა. ნახეთ რა შეიძლება მოხდეს აი აქ ტექსტზე. ბეველი და ემბოს ამას მე განვიხილავთ. ეს არის უფრო აი ამობურცვები და ეგეთი რაღაცეები, აი მაგალითად. ნახოთ
საშუალებებია რაღაც ტექსტურები შეიძლება დავადოთ ზედ, აი რაღაცები შეიცვალოს, მაგალითად აი აქ არის ესეთი რაღაც stroke გარშემო ხაზები მაგალითად ნახეთ ნახოთ outside გარედან ნახეთ აი გარედან გაუჩნდეს შავი ფერის ზოლი ან შეგვიძლია აქედან ფერი შევცვალოთ და ავირჩიოთ ნებისმიერი მაგალითად კათა ეს რაღაც ნებისმიერი ზოლი შეიძლება ავირჩიოთ ნახეთ აქ ტექსტურა ჩავერთეთ ნახეთ ტექსტურა გაუჩნდა რაღაც მოხსნათ ეს ტექსტურა აი ძალიან ზოლი დაჭდა ეს ესეც შეიძლება მოხსნათ რაღაც ესეთი ზოლი ესეც შევამციროთ მაგალითად აი ესე გარშემო კონტური და ასე შემდეგ და ბევრნაირი შეიძლება გამჭვირვალობას დაუგლოთ მაგალითად და ასე შემდეგ ანუ ბევრნაირი ვარიანტი შეიძლება ამ სტილებში მე განვიხილავთ რა თქმა უნდა ამას ცალკე თემას დავუთმოთ ამ სტილებს და იგივე drop shadow ამ ჭრილები მაგალითად აი გარშემო აქედან შევარჩიოთ მაგალითად რაღაც სტანდარტული ჭრილი ჭრილის გამჭვირვალობა ჭრილის დაცემის კუთხე მაგალითად როგორ შეიძლება იყოს ეს საიდან ჭრილი დისტანცია მაგალითად რამდენად შეიძლება იყოს აი ეს ვარიანტი შეიძლება ასე ვთქვათ ზომა ჭრილის აი ოდნავ შეგვიძლია ესე გავაკეთოთ აქაც შევცვალოთ რაღაცეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ანუ ბევრნაირი ვარიანტი ამ სტილებში ამას მე ცალკე თემად განვიხილავთ საერთოდ მოხსნათ ახლა ამ შემთხვევაში ჭრილი უფრო უკეთესი იქნება და აი მივიღებთ მხოლოდ კონტურზე დამოკიდებულ აი ამ stroke-ი რაც გავაკეთეთ ასე ვთქვათ აქაც შეგვიძლია რა თქმა უნდა ბუნებრივი ამას დავეთანხმოთ ახლა ოკეი ღილაკზე დაჭერეთ ამას შემდეგ აკვეთილზე კიდევ უფრო კარგად განვიხილოთ აი ახლა გადავიდეთ უბრალოდ აი ამ ლოგოზე და აქაც შეგვიძლია დავამატოთ იგივე ასე ვთქვათ სტილები ასევე სტილების კოპირება შეიძლება მოხდეს თუ იგივე სტილი გინდა მაგალითად გადმოიტანო წარწერა იქნება თუ ლოგო იქნება თუ რაც იქნება აქ შეგვიძლია ნახეთ ახლა გამოვიძახებ იმ სტილებს და შემდეგ მაგაც ვნახოთ ანუ აქაც ცალკე დავამატოთ თუ გნებავთ აი ეს აქ უფრო იმუშავებს ეს ბეველი და მსგავსი რაღაცეები და ასე ვთქვათ ამასაც შეიძლება იგივე stroke დავუმატოთ იგივე ან ახლა რაც იყო ჩამახსოვრებული იგივე გაიმეორა აქ ან შეგვეძლო მაგალითად გაგვეკეთებინა ესეთი რაღაცა აი აქ დამგარიყავით აი იმ ლეიერზე და მარჯვენა ღილაკიდან მასე მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით შეგვეძლო აი აქ აი ნახეთ copy layer style ანუ ამ ლეიერის ნუკლეარია წავშლით მე თუ არ გჭირდება ეს მაგრამ ახლა დავაკოპიროთ მაგალითად აი ეს ლეიერის სტილები გადავიდეთ აი აქ და ჩავსვათ ნახეთ paste აქ paste layer style და ზუსტად იგივე სტილები გადმოიტანა აი აქ ამ ლოგოზე რაც ვთქვათ წინა ლეიერზე მოკლედ ამ საკითხს რა თქმა უნდა შემდეგ აკვეთილზე უფრო კარგად დაუბრუნდებით და ესე დააკოპირებ ამ სტილებს და ნებისმიერ წარწერა იქნება თუ ლოგო იქნება თუ რაც იქნება ეს ის ასე ვთქვათ გადავიტანთ აი ამ სტილებს ასევე როგორც გითხარით თუ ეს ასე ვთქვათ აი ამ ხელა ასე ვთქვათ სამუშაო არ გჭირდება ჩვენ აი ამ ლოგოსთვის შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ image-დან როგორც წინა გაკვეთილზე ვნახეთ აქ არის trim ჩამოჭრა და იმას ნახეთ ყველა მხრიდან აქ არის მონიშნული
top არის ზემოთ, bottom ქვემოთ, left და right მარცხნა მარჯვენა. ოკეი, ღილაკზე დავაწყაპუნებ და მივიღებთ ზუსტად აი მაქსიმალურად მიახლოებულად ჩამოაჭრის როგორც გითხარით აი ამ RS. ასევე არის ხოლმე რომ აი მაგალითად ზოგჯერ რომ გამჭვირვალე ფონზე ვაკეთებთ ხოლმე აი მაგალითად ნახეთ ხა ამოვაჭრათ აი ეს თავდგეთ აი აქ background-ზე მოხსნათ აი ეს ლოქი და აი აქ ნახეთ არის ხოლმე რომ გამჭვირვალე ფონია ნახეთ ესეთი რაღაც ხო ანუ ეს გამჭვირვალე ფონი შეიძლება წამოვიდეს აქედან როცა ვაკეთებ ჩვენ მაგალითად file new და აი აქ მივუთითებთ backgrounds მაგალითად აი background contents ანუ ფონის შემცველობას არამა white ან black ან რაღაც აქ არის background colors მივუთითებთ ხოლმე აი transparency გამჭვირვალე ეს იგივე არის რაც ახლა მაგალითად ჩვენი სამუშაო არე იყოს ესეთი გამჭვირვალე აქ შეგვიძლია ბევრნაირად მე ავიღოთ და ფერი ჩავასხათ აი თუნდაც აი მაგალითად შემთხვევაში ფერი ჩაესხმება რაც აქ იქნება ეს ფერი ან ავირჩევთ ნებისმიერ ფერს და ამას ჩავასხავთ ან ყველაზე კარგი ხერხი არსებობს მაგასაც გაჩვენებთ ახლა ეს ჩვენ ავირჩიეთ ფერი და ვიცით რომ ეს წინა ფერი რახან არის alt backspace-ით ჩაესხმება alt backspace-ით ჩაესხმება უკანა ფერი control backspace-ით ან წინა ფერი ჩასმა შეიძლება ამითაც უნდა ვიდგეთ background-ზე და ჩავასხავთ აი ფერს ეს ამას მივიღებთ მაგრამ ნახეთ არსებობს ესეთი რაღაც აქ არის image-ში არა და edit-ში აქ უბრალოდ layer-ში აქ არის flatten image ჩაასხავთ სტანდარტულად თეთრ ფერს ანუ ამ მენიუებიდან რაც ახლა ჩვენ ვისწავლეთ ესე იგი მოდი აქ ვთქვათ გამჭვირვალე ფერი გქონდეს მიღებული ანუ მე ახლა ეს ფერი როგორ ამოვიღო აი აქ თუნდაც აი მოვნიშნავ მაგალითად და delete დავაწვევი ან საშლელიდან ჩვენ ეს განხილული გვაქვს image აი ნახე ამჯერადაც უნდა eraser ანუ საშლელია ხო აი წაშალა თეთრი ფერი რასაც დაინახა ასე ვთქვათ control dt მოხსნი მონიშნას არ გჭირდება და ესე იგი რას ვაკეთებთ პირველი ის რომ image-დან ვაკეთებთ trims ანუ ჩამოჯრას დავეთანხმები აქ ოკეი ღილაკით და ასევე შემდეგ ვაკეთებ layer-იდან ახალ layer-ებზე გვაქვს საუბარი flatten image და უბრალოდ თეთრი ფერით შეავსო სტანდარტულად და მივიღეთ ასე ვთქვათ აი ეს სურათი შემდეგ როგორც გითხარით ნებისმიერ ეს დავალებას რასაც თქვენ გააკეთებთ თუ გაგრძელება გინდათ ამის შეინახავთ როგორც Photoshop-ის ფორმატში მაგალითად აი აქედან file save as and save as კომპიუტერში შევინახოთ და შენახვის დროს თქვენ აი აქ ნუ კებილონ სახელს დაარქმევთ და აი აქ პირდაპირ save as ტიპი როწერია ოკეი მისცევდა Photoshop-ის ფორმატში შეინახავს რომ მე ისევ გახსნათ და გააგრძელოთ მუშაობა მაგრამ ჩამოშალეთ აი ეს ჩვენ გვაქვს განხილული ეს თემა გამარჯობა და მიუთითეთ სურათის ფორმატი JPG ან PNG და ასე შემდეგ და შეინახეთ სურათი და შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ ეს დავალება ყველა თქვენ გააკეთეთ აუცილებლად რომ მე გამომიგზავნოთ და ან რა გაიგეთ რა ვერ გაიგეთ იმის მიხედვით განსაზღვროთ მე თუ რა ვიცით და რა არ ვიცით იმიტომ რომ ეს აუცილებლად ყველა ეს რასაც ჩვენ გავდივართ გამოცდაზე უკვე უნდა ვიცოდეთ რომ მე პრაქტიკული სამუშაო იქნება არა მარტო შეკითხვები და შემოსახაზი და ასე შემდეგ პრაქტიკული სამუშაო იქნება გასაკეთებელი ასე რომ ყურადღებით მიუდეკით ამ საკითხს
ეხლა მითხარით, აბა ვის რა შეკითხვები გაქვთ, რა გავიგეთ, რა ვერ გავიგეთ, გააქვთ რამე შეკითხვები და ასე შემდეგ.